2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 2. სხეულთა ჩაკეტილი სისტემის სრული მექანიკური ენერგია მუდმივია, თუ სხეულებს შორის მოქმედებს სამი ვარიანტი გვაქვს ჩამოთვლილი: დრეკადობის ძალები, გრავიტაციული ძალები და ხახუნის ძალები. კი ბატონო, ეს თეორიული შეკითხვა, როგორც ხედავთ, ხო, ახლა სრული მექანიკური ენერგია ჩვენ გვენახება მაშინ, როცა სისტემაზე, ფიზიკურ სისტემაზე მოქმედებენ ეგრეთ წოდებული კონსერვატიული ძალები. კონსერვატიული ძალებს განეკუთვნება როგორც დრეკადობის ძალები, ისე გრავიტაციული ძალები. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სრული მექანიკური ენერგია შენახვადი სიდიდით, ფიზიკური სიდიდით არის, ხოლო რაც შეეხება ხახუნის ძალებს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მექანიკური ენერგია განიმარტება როგორც კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ჯამად, ხოლო ხახუნის დროს მექანიკური ენერგია, დისპაციური რადგანაც არის ამ დროს პროცესი, კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება შინაგან ენერგიად, სითბოთ. შესაბამისად, ამ დროს სრული ენერგია ცხადია, არსად არ იკარგება, თუმცა აქ რადგანაც ვეკითხებიან, რომ მექანიკური ენერგია ინახება თუ არაო, ამ შემთხვევაში კინეტიკური ენერგია რადგანაც გადაიქმნება სითბოთ, ამ შემთხვევაში ხახუნის ძალები შემთხვევაში სხეულის სრული მექანიკური ენერგია მუდმივი არ რჩება. შესაბამისად, პასუხი არის პირველი და მეორე. B. ანუ სხეულთა ჩაკეტილი სისტემის სრული მექანიკური ენერგია მუდმივია, თუ სხეულებს შორის მოქმედებს დრეკადობის ძალები და გრავიტაციული ძალები. ხახუნის ძალების შემთხვევაში ეს დებულება არ არის სამართლიანი.